12 ენაზე აღიარებული ვეფხისტყაოსანი ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა კაცობრიობისთვის რუსთაველი საჩუქარი დეტალურად შეისწავლეს. პირველად მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ უნივერსიტეტში 287 ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის მიერ ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსანის პრეზენტაცია გაიმართა. იმჩნევს არსებულ ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ და ლინგვისტურ თავისებურებებზე. زگنجگاه ایران دریافتم. En voyant tantôt le tourment et tantôt le bien présent. 12 ენაზე აღიარებული ავთანდილის ლოცვა და 287 ადამიანის ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსანი. რუსთაველის საჩუქარი კაცობრიობას. ამ სახელწოდებით ოქსფორდის უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა, რომელიც შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენიდან 65 წლის თავს მიეძღვნა. ღონისძიება ქართველი მეცნიერების ინიციატივით გაიმართა. სასიხარულოა და საპატიოა ასეთი კონფერენცია ჩატარდა. მონაწილეებს, სტუდენტებს, მეცნიერებს მიმართა ქალბატონმა თეა გომელაურმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ოქსფორდში და გახლავთ ამ კონფერენციის ორგანიზატორი, სულის ჩამდგმელი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად ხდება ასეთი რამ, როდესაც ასეთი ხასიათის საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ენებზე 12 ენაზე იქნება წაიკითხეს ნაწყვეტი ვეფხისტყაოსნიდან, კერძოდ ავთანდილის ლოცვა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა ქართული ვეფხისტყაოსანი შეისწავლეს. მოამზადეს ნაშრომები უნიკალური ქართული ნაწარმოების ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ და ლინგვისტურ მნიშვნელობაზე. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს კავშირს საქართველოსთან, მოუთმენლად ველით მათთან თანამშრომლობას. ვფიქრობ, ვეფხისტყაოსანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია ყველა ქართველისათვის. ოქსფორდში ამავე ღონისძიებაზე პირველად გაიმართა ქართველი საზოგადო მოღვაწეების მიერ ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსნის პრეზენტაცია. პირველი გვერდი გადაწერა მისმა უწმინდესობამ და მაშინ ბრძანა, რომ ეს ხელნაწერი აუცილებლად უნდა გამოიცეს და სამზითოდ ვეფხისტყაოსანი გახდებოდა. აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა გააკეთა ძალიან საინტერესო კვლევა ამ ზითვად გატანების ტრადიციაზე. ამ ვეფხისტყაოსანს თან ახლავს ყველა აფორიზმი ცალკე დანომრილი სტროფების მიხედვით და გაფორმებულია ლადო გუდიაშვილის შედევრებით ილუსტრაციები, საზედაო ასოები და კამარები. ოქსფორდის შემდეგ ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსნის გამოცემას უკვე ქართული საზოგადოება თბილისში გაეცნობა. პრეზენტაცია დედაქალაქში დეკემბერშია დაგეგმილი, რის მერეც მას ქვეყნის სხვა ქალაქებში ჩაიტანენ.